აქცია და მსვლელობა გაიმართა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით სახელწოდებით ბოლომდე გამარჯვებამდე. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ საქართველოს, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები. ადგილზე იმყოფებოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. მსვლელობას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ქართველი ხალხი არ გაიმარჯვებს. საკანონმდებლო ორგანოსთან მომიტინგეებს ოპოზიციურმა ლიდერებმა, აქციის მონაწილეებმა და ყოფილმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მიმართეს. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ცუცქირიძემ მთავრობის გადადგომა მოითხოვა. კიდევ ერთმა ორგანიზატორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა აქციის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქცია დიდებულად ჩაიარა და ის პასუხისმგებლიანმა დემოკრატიულმა პარტიებმა და ძალებმა დააორგანიზეს. დაუპირისპირდები საჯაროდ კამერების წინ ყველა ხბომადიდებელ იდიოტს, რომელიც სააკაშვილის ფოტოებით სხვისი დღის წესრიგის მიტაცებას შეეცდება, დაწერა ჩერგოლეიშვილმა. გუშინდელ აქციაზე იყო ძალიან ბევრი ჩვენი თანამებრძოლი. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბება ქართულ ხალხს არ უპატიებია ივანიშვილისთვის. ასეთი აქციები პერიოდულად თვეში ერთხელ თუ რამდენჯერმე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც ქვეყნის შიგნით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად არიან ჩართული პროტესტში, ასევე ქვეყნის გარეთ ჩვენი პარტნიორებისთვის. აქციის მისაკუთრებას მე მგონია, რომ არავინ არ უნდა ეცადოს, ეს არის ძალიან უმადური საქმე. მე არ მგონია, რომ იქ ადამიანები ვინმე კონკრეტული ერთი პიროვნების მოწოდების შედეგად იყვნენ აღმოჩენილები. ეს არის საერთო სახალხო პროცესი, მით უმეტეს 26 ოქტომბერზე, როდესაც საუბრობთ ბატონი ბოკერიას პარტია საერთოდ არჩევნებში არ იღებდა მონაწილეობას, ბიულეტენზე არ იყო დატანილი, ამიტომ მისი აქცია ეს ვერ იქნებოდა. სახალხო პროცესია, რომელსაც ვერ ეყოლება თავში ვერც ერთი კაცი, ვერც ერთი ქალი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 4 ოქტომბერმა მოიტანა ძალიან ძლიერი დაზიანება მიაყენა პოლიტიკურ პროცესს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვადამდელი არჩევნები უკვე საპროტესტო მოთხოვნიდან გამომდინარე ამ ქვეყანაში აღარ შედგება. ჩვენ ესეთი დამოკიდებულება გაქვს. თუ ამ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, ეს იქნება უკვე ქართული ოცნების კარნახით დანიშნული ვადამდელი არჩევნები. შესაბამისად, ეს რაღაცა მოწოდებები, რომ რაღაცა წლის ბოლოს გეგმა იქნება, ჩვენთვის ეს არის წყლის ნახვა. პირდაპირ მნიშვნელობით არის წყლის ნახვა, არაეფექტური, კონტრპროდუქტიული იმ პოლიტიკურ ხაზს, რა პოლიტიკური ხაზიც გამოჩნდა იმ ტრიბუნაზე გუშინ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვემიჯნებით, რადგან იქ იდგნენ ადამიანები, რომლებიც უპასუხისმგებლოდ მოუწოდებდნენ ხალხს ერთი დღით ადრე. არ გასულიყვნენ და ყოფილიყვნენ, არ მისულიყვნენ არჩევნებზე და მისულიყვნენ 4 ოქტომბერს და მონაწილეობა მიიღოთ მშვიდობიან დამხობაში. მე ეს ხალხი გაიქცა. ის ხალხი მიატოვა. აი მართლა გულწრფელად გულანთებული ადამიანი მიატოვა და მე მეორე დღეს უმრავლესობა მათგანი იძახდნენ, რომ ჩვენ რაშუაში ვართ. მთავრობის ცვლილების საკითხი საქართველოში განხილვად იქნება 2028 წლის არჩევნების შემდეგ. მანამდე, ასე ვთქვათ, ჩაატარონ კონსულტაციები, ჩაატარონ, ასე ვთქვათ, მიტინგები და იმსჯელონ იმაზე, თუ რას მიახსევენ 2028 წელს. ამ ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თავისი რადიკალიზმით, თავისი უგუნური მოქმედებებით, თავისი პირდაპირ ვიტყვის საკანონსაწინააღმდეგო ანტიკონსტიტუციური მოქმედებებით, რა თქმა უნდა, დაკარგან დობა ხალხში. ეხლა მიდის ერთმანეთზე გადაბრალება, ერთმანეთზე დაპირისპირება. ეს არის ის დღის წესრიგი, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ოპოზიციამ თავის ხელით დაწერა და გამოჭედა. დრო არ უნდა დავკარგოთ, მე ვფიქრობ, ამ საკითხებით, რადგან გვაქვს უფრო მნიშვნელოვანი თემები ჩვენი ქვეყნისთვის. ახლა რამდენი ადამიანი შეიკრიბება, ეს საერთოდ საინტერესო არ არის. ხედავთ თქვენ, რომ მათ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ, არანაირი თანადგომა არ აქვთ. დღეს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო არის ის პოლიტიკური ძალა, ვისაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს, ემხრობა იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი გუნდი ახორციელებს. შესაბამისად, ეს ადამიანები არიან უმცირესობაში, დამარცხებულები არიან. მე მინდა ვიქონიო იმედი, რომ ბევრი გაანალიზებს და გააცნობიერებს თუ რა პროცესები მიდის, რა ხდება, როგორ იყენებენ მათ, როგორ წირავენ თუნდაც ციხისთვის.